გამარჯობა. იმედია ისვენებთ, ვინც არის სვენებთ, იმედია ლაითად მუშაობთ. ეს ვიდეო გვიშუნდა ჩამეწერა, მაგრამ ვეღარ მოახერხე და დღეს ჩავწერ. ეს ვიდეო ეხება გლობალურ მარკეტზე კონკურენტულ არიან გარემოებას, ანუ ჩვენ ქართველების და ეროვნულ ნაწილს ხაზი არ გავუსვათ, ვინც ვართ რეზიდენტებში. ისინი ვიყოთ მეტად დიდ კომპანიებში თუ პატარა კომპანიებში და გლობალურად, ანუ მეტი ადამიანი დასაქმდეს. ვიდრე ახლა არის. და მისთვის რაღაცა პატარა მიგნეები მაქვს ახლა რასაც ვფიქრობ რომ გავაზიარებ. მე არ მინდა რომ ძალიან კომიტეტ ვიყო და გითხრათ რომ იცი რა მე ყოველდღე ამას დაგეხმარებით ამას ვიზამ, შეიძლება ზოგადად ვეცდები რაღაც მინიმუმ რაღაცა გაგიზიაროთ პოსტის სახით, ან მაქსიმუმ შეხვედრათ ვიქნება საჭირო, ჩავნიშნავ შეხვედრას. და რატომ მინდა ეს? რომ ხედავ რომ სხვა კომუნიტეტები უფრო მძლავრად არიან, გულისხმობ რა ქართულ კომუნიტეტებს, მიჩნდება შეგრძნება რომ რაღაცა რიგზე ვერ არის რა და რატო არ არის რიგზე, ეგ მაინტერესებს. ანუ სიმართლე გითხრათ არ მგონია რომ ეროვნულობაში არის მნიშვნელობა, რომ მაინც რაღაც არ ვიცი. ჰოლანდიელები ან არ ვიცი ამერიკელი დიზაინერები არიან ყველაზე კარგი ტიპები, ანუ მას არ ვუყურებ მაგ ნაწილს საერთოდ და მიჩნდება შეგრძნება რომ უბრალოდ თვისებები არა გვაქვს შესაბამისი, როგორიც უნდა გქონდეს, რომ მან კონკურენციაში გავიმარჯვოთ, გამოცდილება რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ასევე, მაგრამ თვისებები ყველაზე მნიშვნელოვანია მაინც რა გამოცდილების გარდა, ანუ ის რომ პროგრესულად ფიქრობ, რომ რაღაცა განავითარო საკუთარ სკილებში და უფრო უკეთესი იყო ვიდრე სხვა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ანუ არ უნდა გჯეროდეს, რომ ეს საკმარისია, რომ სადღაც რაღაცა ხდება რა და იქ მოვხვდებით. ან საქართველოს ბაზარი საკმარისია და ყველაზე მაგრები ვარ თუ რაღაც ეგეთია. ბოლო 3 არა მეტი და 4 წელი არის გლობალურ მარკეტზე მუშაობ და ეგ შეგრძნება უფრო და უფრო გაღრმავებული მაქვს თან გლობალურ სტარტაპს ვაკეთებ და შესაბამისად სიმართლე გითხრათ კიდევ უფრო სხვანაირად უყურებ რაღაცებს რა. საქართველოში რო ცხოვრობ ჯერჯერობით რაღაც პერიოდი და როცა სხვაგან ვარ მით უმეტეს სხვანაირად უყურებ, მაგრამ საქართველოსთან ყველაფერი სხვანაირად ჩანს. ანუ ეს მაინცეტური პრობლემაც არსებობს. და მინდა ამას ხაზი გავუსვა, რომ ეს პროფესია თუ გიყვართ და უბრალოდ იმისთვის არაკეთეთ, რომ შემოსავალი კონტენტ, შესაბამისი habits ეგრეთ წოდებული, რომ კონტენტ დისციპლინა, მე მგონია, რომ ძალიან კონკურენტული არიანები გავხდებით ნებისმიერი გლობალური მარკეტისთვის რა, ანუ რაც კონკრეტული ჩაშლა რო არ ქონდეს UX-ი, მარტო UI ან product design-ი რა. შესაბამისად, ამ ნაწილში მე ვთვლი, რომ რა ინფორმაციას მე ვფლობ ამ წამს, შემიძლია უფრო ესე მარტივად გაგიზიაროთ, იმიტომ რომ ნაფიქრი მაქვს და გამოცდილი მაქვს. რადგან იცით, რომ ჩემ სტარტაპს ვაკეთებ, ამ სტარტაპს, რომელიც გაშვებულია, აქვს ხალხს ცნობა ვიღაცებს, მაგრამ ცოტა ბანძ ვერსიაზე, ეხლა ვუშვებთ ამ თვის ბოლოს წესით მოვასწრებთ, არ ვიცი, ძალიან რთულია ზუსტი თარიღის თქმა, მაგრამ ჩვენი სწორება ეგ არის, რომ გავუშვათ ჩვენი public ვერსია, რომელშიც ყველას ექნება წვდომა და ყველაზე მაგარი ვერსია არის. case studies და case deck-ებს შეგიძლიათ მაგით ააწყოთ უფრო სწრაფად ვიდრე აქამდე აგიწყვიათ ოდესმე. მაგრამ ამაზე მე მოგვიანებით ვისაუბრებ. ამას ვაკეთებ, შესაბამისად სამსახურიდან ვარ წამოსული უკვე 7 თვე არის. ეს სამსახურს არ ვეძებდი, მაგრამ მომიწია დამატებითი ამბავის გაკეთება, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ შევძლებდი. მოკლედ ფიზიკურად ვერ შევძლებდი მის გაკეთებას დიდი ხანი რა და რაღაც დამატებით ფინანსების გარეშე. შესაბამისად განვაახლე პორტფოლიო. დიდი ხანი არ მქონდა სხვა შორის პორტფოლიოს განახლებული და ამ განახლების ფონზე დავუკრდი ბევრ რაღაცას. ერთ საღამოს განვაახლე, ან ზუსტად საქმე რაც იყო გასაკეთებელი ერთ საღამოს გავაკეთე. მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ თქვენს ეგრე მოიქცეთ და ბევრად მეტი დრო თუ დაგჭირდება და დაგჭირდებათ დარწმუნებული ვარ, უნდა დაუთმოთ, მაგრამ პრინციპულ საკითხს აღიხსნით რა, როგორ მუშაობს პორტფოლიოში და ვაფშე ჯობებში როგორ არის ეგ ამბავი რა. ვეცდები როცა ასაფი ვიყო. მოკლედ თავარი რასაც ადამიანი პირველად ეფექტს იღებს არის ვინ ხარ და რას აკეთებ რა. ანუ მე ვარ რაც გური სიჭინავა, ვარ principal product designer-ი, ეს ჩემი შეფასებით არის და არა კონკრეტულ იმას არ წარმოვადგენ კომპანიას და შესჯამებას ვაკეთებ, რა გამიკეთებია
წლების მიხედვით არა, წინაზე რა გავაკეთე რა. რაღაც პენსიაით მუშაობდი, მე საქართველოს ბანკში მუშაობდი მანამდე და რაღაცა community-ც გვაქვს. და ამითი ვახდენ ერთჯერად ეფექტს ვიღაცისთვის, ვინც შემოვა, რომ გაიგოს ჩემზე. მარჯვენა მხარეს ვცდილობ, რომ ვაჩვენო ჩემი UI სკილები, რაღაც one shot თემები, რითაც ასევე თუ გემოვნების საკითხზე არის აქ საუბარი, ну, მიხდება რა შემიძლია, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, ჩემი მაქსიმუმი არ არის, ან ბევრად მეტი დრო შემიძლია ამას დავუთუნდა, ბევრად მაგარი გავხატო, უბრალოდ რაც მქონდა ხელთ იმ მომენტში, ეგ დავამატე რა. მე არის უკვე ჩემი ეგრეთ წოდებული დამფი, work დამფი, რაც ნიშნავს, რომ სხვა რაღაცები ბევრი მიკეთება. მე ესე გამოვირჩევი ყოველ შემთხვევაში, თქვენ არ არის მნიშვნელოვანი, რომ ესე გამოვირჩეოდეთ თქვენც. მაგრამ ჩემი გამორჩეულობა ის არის, რომ multidisciplinary ტიპი ვარ და ბევრი რაღაცა მაქვს ნაკეთები, ძალიან რაღაც დიზაინ სისტემებიც მაქვს ნაკეთები, product design-იც მაქვს ნაკეთები, აგერ კონფერენციას გავაკეთე წინა წელს და ნუ რაღაც კაფე მაქვს გაკეთებული, printing კომპანია, ამავე დამიხოსტავს რაღაცები და ყოველდღე პატარა შეჯამება გავაკეთე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფორმაც მისაღები არის, იმიტომ რომ შეიძლება shortcut-ია ტიპი უბრალოდ შეგრძნების დონეზე ხდებოდეს რა ვარ და როგორი ვარ, რომ ეს მაქვს სკილები და მოძებნოს რაღაცა განსხვავებულობა და ერთნაირობა რატომაც შეიძლება აინტერესებდა მე, მაგრამ სხვა ადამიანები სხვანაირად იქცევენ. ან მარტივი შეჯამება რომ გავაკეთო, აქ ახლა ერთი case study-ც მაქვს, ანუ აქ ამაზე ნაწერი მაქვს ძალიან ბევრი, მაგრამ ანუ პირველი ვინც ნახულობს ამ ვებსაიტს არის რეკრუტერი, შესაძლოა ამას არავინ არ კითხულობს საწყისში რა, არავის არ აინტერესებს ეს. ხოლო აინტერესებს, ანუ შეჭამება. მაქვს რა თქმა უნდა რეზიუმე ნალინკული, რომელიც მაფიქრობ რომ კარგად მაქვს გაკეთებული. ATS check-ups ახლა გადის თუ არ გადის, ზუსტად ვერ ხვდები, იმიტომ რომ ბევრს აქვს ეს რეზიუმე ჩეკერები და სხვადასხვანაირები არის, ეს სტანდარტულს გადის შემოწმებული მაქვს, მაგრამ კონკრეტულ შეიძლება არ გადიოდეს, მაგრამ დიდად არ მაინტერესებს. და ერთ ფურცლიანია, სადაც chance ჩემი work experience-ი შეჯამება, რა თქმა უნდა, work experience-ი, education and courses, ხელსაწყოები, soft skill-ები, hard skill-ები, side პროექტები რა მქონია და საბოლოო ჯამში ჩემი წინა ვიტყოდი 7 წელი მაინც ჩანს ყოველ შემთხვევაში, რა 7 წელი ჩანს. და კარგია თუ ესე დაალაგებულად, გაცხილულად დაჩვენებთ ამ ფორმატში, მსგავს ფორმატში ყოველ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს. რაც შეეხება, ну, LinkedIn-ს, რა თქმა უნდა, LinkedIn-იც მაქვს მილინკული, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის და, ну, აი, მარტივად რო ვთქვათ, ეს არის ფუნდამენტი რა. ეხლა რო შევხედოთ თვითონ ვაკანსიებს რა. აი, პირობითად Heyflow, ანუ როგორ მოძებნოთ ჯერ ვაკანსიები, მაგას გეტყვით, რომ LinkedIn-ზე ჩაწერთ product designer, EMEA-ს მონიშნავთ, რაც ნიშნავს, რომ ეს არის Eastern European და Middle East ტიპის ჩვენი ზონა სადაც არის რა მაგას აიჩვენებს და იმის მიხედვით აგდებს ვაკანსიას შემერჩევა არის 24 საათი მონიშნოთ იმიტომ რომ სისწრაფე დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა მაგალითად 8 ადამიანმა დააჭირა apply-ს ანუ ახლა over 100 თუ არის მაგალი კონკურენცია გაქვთ მაგრამ თუ პირველ ვიცი 15 ადამიანში ხართ უფრო დიდი ალბათობა რომ ყურადღებას მოგაქცევენ რა ნუ თუ არ დაიღლებიან ასე საკითხი ყოველ შემთხვევაში. მე დიდი სიმპათიები არ მაქვს რეკრუტერებს მიმართულებით არ მგონია ეგენი რაღაც ისეთ ხალხი, რომ მაინც 100%-იანები არიან, ამიტომ შენი opportunity ის არის, რომ რაც შეიძლება მალე ნახო ეს. ნუ ნახოთ ახლა Heyflow-ს ვაშუშ ნანახი მაგ ადრე. შევიდეთ ამათ ვაკანსიაზე. ამათ ანუ ახლა ამ flows არ გავივლი, იმიტომ რომ ვიცი ნანახი მაქვს ეს უკვე. აი, ჩამოთვლილ ჯობებში, ისა ჩამოთვლილ requirement-ებში რეები აქვთ რა, ეს ყველაფერი უნდა წაიკითხოთ. იმიტომ რომ უბრალოდ apply-ს თუ ესე გავუკეთებთ, თუ უბრალოდ ეძებთ სამსახურს, მაშინ ესე შეიძლება არ წაიკითხოთ, ზედაპირულად წაიკითხოთ, მაგრამ ძირითად შემთხვევაში უნდა წაიკითხოთ და უნდა გაიაზროთ, რომ რამდენად აი fit გაქვთ რა ამ კონკრეტულ პოზიციაზე. და ნუ ახლა კარგად აქვთ ახსნილი რომ რა უნდა მოიტანო, რას იზამ და ზუსტად აღწერს რა უნდათ რა. ამ შემთხვევაში ხა არ ჩავშლი ამას, უფრო მარტივი ვარიანტი მინდა, აი ეს ნახოთ housing anywhere-ის ვაკანსია. ხო, LinkedIn-დან თუ არ იზამთ შეგიძლიათ ესე მოძებნოთ კარიერის გვერდი ექნებათ წესით. ამას დავსკიპავ. With open roles.
და ჩვენ გვინდა product designer-ი. ანუ product designer. ხო, ეძებენ მოკლედ როტერდამში. აი იქნება თუ მოძებნით თავიდანვე თუ წერია remote-ია თუ relocation-ს ასაპორტებენ. მაგრამ ახლა ამათ ძალიან ნორმალურად აქვს დაწერილი. ანუ ვის ეძებენ, რა ყავთ, რა თემი ყავთ, როგორი ბიზნეს ოპერაციები აქვთ, შენი როლი რა იქნება და იმპექტი და რას ეძებენ, როგორ ადამიანს ეძებენ. და გვაქვს ასევე რას გთავაზობენ, так უნდა ეწეროს წესით. ხო, ყველაფერი აქვს. ძალიან კარგი ვაკანსია ახლა ეს. და ნუ კომპანიის შესახებ. ეხლა აქ აკეთებ ლაის, ჩაოლები წერს, სახელგვარს, ტელეფონის ნომერს, რეზიუმეს ტვირთავ. cover letter-ი საკმაოდ მნიშვნელოვანია ხოლმე. მაგრამ თუ არ გაქვთ შეგრძნება, რომ ეს კომპანია იმსახურებს cover letter-ს, შეგიძლიათ არ დაუწეროთ. ანუ თუ мотивация მართლა არ გაქვთ, არ დაწეროთ. ტყუილი мотивация ძალიან მარტივი გამოსაჭერია ხოლმე. მე პორტფოლიოს მივთითებთ, ხო გეუბნებით, პორტფოლიო ძალიან მნიშვნელოვანია. salary expectations და საიდან გაიგეთ ეს. ანუ ამ შემთხვევაში გაქვთ თუ არა work permit-ი, თქო უნდა არ გაქვთ, შევწერთ no-ს და აქაც მივთითებთ, რომ წაიკითხეთ ეს ყველაფერი. ეხლა ეს ვაკანსია არის remote-ი არ არის რა, უნდა იყოთ როტერდამში, ანუ ვიზა უნდა გქონდეთ, თუ ცხოვრობთ უკვე სხვა ქვეყანაში, დიდი ალბათობა რომ უფრო დიდ ყურადღებას მოგაქცევენ, ვიდრე საქართველოსთან. ამიტომ ამას უბრალოდ ცდის ამ ბავშვი რა. მაგრამ არის სხვა ვარიანტები, რომლებიც თუნდაც remote first არის. აი მაგალითად ახლა Revolut-ი ეძებს product designers, რომელიც დიზაინ სისტემაში უნდა და აი over 100 ადამიანზე მეტი აქვს, 100 ადამიანზე მეტი აქვს apply გაკეთებულაც სიგიჟეა ძალიან ბევრი ადამიანმა გააგზავნა და აი ძალიან დაბალი ალბათობა რომ შენ ყურადღებას მოგაქცევენ თუ რაღაც ძალიან stand-out-ი არა. და ბევრი აი მაგალითად IBM-იც ეძებს და შემდეგ. ეხლა ზოგადი კონცეპტები კიდე ანუ ამის გარდა გვაქვს მე პირადად ეს ვებსაიტიც მომწონს ხოლმე. ეს არის ჰოლანდიაზე სპეციფიურად რა როლები წიდება მაგის ვარიანტები, აი remote არის სხვათა შორის Proxify. Proxify ერთ-ერთი საუკეთესო აი იმ ვარიანტში რომ აი ტოპტალივით არის და შეგიძლიათ აქაც გააგზავნოთ რა. კაი ამებს რო არ შევეხო ეხლა რა ჰებიტებია, რაც მნიშვნელოვან გვაქცევს და ანუ კონკურენტუნარიანად გვაქცევს ყოველ შემთხვევაში რა. ეხლა ჩემი პორტფოლიო კი გაჩვენეთ და კი მიხვდით ვინც ვარ და რას ვაკეთებ რა. და მე არის ნუ სხვების პორტფოლიოები, აი ხა მაგალითად ამ ტიპს დავაკვირდეთ ხო? ამასაც ყველაზე მნიშვნელოვნად რაც მიაჩნია არის მისი კრაფტი რა. ანუ კრაფტი რას ნიშნავს იცით, რომ როგორი სკილები აქვს, ანუ რას აკეთებს. დღეს მარკეტზე კრაფტი უფრო დიდ მნიშვნელობას იღებს, ვიდრე მანამდე. ანუ leadership პოზიციები ძალიან ბევრია საკმაოდ, მაგრამ leadership პოზიციებზე hiring-ი ძირითადად რეფერალებით ხდება ხოლმე. გულისხმობ, აქაც ხდება რეფერალებით, მაგრამ გულისხმობ, რომ ყველა ერთმანეთს ანუ ყველა იცნობს ერთმანეთს და შესაბამისად საკმაოდ მარტივია, რომ დაგარეფერალოს ტიპი ცოტა მაღალ პოზიციას, მაგრამ აი ცოტა კრაფტი თუ გაქვს და კრაფტს ეძებენ, მაგ შემთხვევაში ესეთი ტიპის ვებსაიტები ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა შინით არ ვიცი შევალ თუ არ შევალ, მაგრამ ნუ აი შევედი. ნუ აჩვენებს ამის კრაფტს რა. ანუ საკმაოდ კარგი სკილები აქვს ამ ტიპს. და ეს კომპანიაც ვიცი. და რო აი გაჩვენებს ანუ ორნაირი ტიპის პორტფოლიო და case study არსებობს, ერთსაც ესე გაჩვენებენ და მეორე სადაც აი მე როგორც გაჩვენეთ, აი ნაწერი არის რა ძალიან ბევრი ის. აი წერება და აზრი წერია რაღაცა რა. ანუ არ ნიშნავს ეს ცუდია და ან ის პირიქით ცუდია რა. ეს უფრო არის product designer, რომელსაც visual skill-ები აქვს უკეთესი და ნაკლებად არის აი რაღაც არ ვიცი ევრისტიკებზე და იმებზე დაყრდნობილი და უფრო visual section-ით ყურადღებას და ის არის უფრო სისტემური ტიპი რა. ანუ ესეც არ ნიშნავს იმას რომ მაგას არ აკეთებს, მაგრამ პრიორიტეტების ამბავია just რა. ხო და ნუ აი ახლა ამასაც თუ შეხედავთ, ამას უნდა გაუძლიოთ კონკურენცია რა. ანუ ამაზე მაგრები უნდა იყოთ, ან ამის მსგავსი უნდა იყოთ. ანუ ესე უნდა შეხედოთ ამ ყველაფერს რა. თუ ეგ შეგრძნება არ გაქვთ, რომ აი მე ამაზე მაგარი, ოღონდ მან ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ არ მოიტყვოთ რა საკუთარი თავი. მართლა ამაზე კარგები თუ ხართ, ეგ არის.
ოღონდ აქ გამოცდილებას არ შეხედოთ რა, ამ ნაწილში ხა ფიზიკურად ვერ გექნებათ გამოცდილება თუ რაღაც წლების ამბავია რა უბრალოდ. მაგრამ იგი მას არნიშნავს, რომ აქ კონკრეტულ ნაწილში არ გაუსწროთ რა ტიპს. ან ძალიან ბევრი ის ვიცი რა ქვია დიზაინერი ვიცი, ვისაც ძალიან მაგარი სკილები აქვს, ძალიან მალევე. და საერთოდ არაფერ შუაში არ არის, მაინც და მაინც სამსახურებრივი გამოცდილება რა. ანუ თუ კარგი რაღაცაში კარგი ხართ, რაღაცაში კარგი ხართ სულ რა. მაგას წლების გავლა არ ჭირდება რა. თუ ადვილად ამოღავით მაგას, უფრო სწრაფად ვიდრე სხვა, ესე იგი იმაზე უკეთესი ხართ რა. ეს არის ლოგიკა. кейსადებს რაც შეეხება Patrick Morgan-ის ვებსაიტი არის ძალიან მაგარი, მაგხრივ. ჯერ აჩვენებს რომ social proofs რომ ვისთან უთანამშრომლია და ასე შემდეგ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ trust-ი მოიპოვო, რომ მაგარი ტიპი ხარ, იმიტომ რომ ამათმა თუ ესე იგი ამათთან თუ მუშაობდი, ნიშნავს რომ ესე იგი მაგარი ხარ რა. American Express-ი ყოველ შემთხვევაში. და Patrick-ს მე რაც მომწონს Patrick-ის ამბავში, აქვს summary, ესე გაკეთებულია სლაიდები, სადაც შეგვიძლია ესე დაათვალიერო, შენი Figma სლაიდებს სხვათა შორის და შენი დაათვალიერო ეს case study, მაგრამ შეგვიძლია ასევე უყურო მის reviews, როგორ აკეთებს ამ თავის, ანუ ესეთი უნდა იყოს რეალურად ყველაფერი რა. ეხლა ამას რომ დიზაინერი ნახავს უფრო მარტივია, თუ დიზაინერი არის რეკრუტერი და დიზაინ ანუ hiring manager-ი რა, ყოველ შემთხვევაში, ვიდრე ვიღაცა HR, რომელიც შეიძლება ამას დიდად ყურადღებას არ აქცევდეს. მაგრამ ძალიან კარგად აქვს ამას ვებსაიტი გაკეთებული, კულტურაც ჩანს, social profit ჩანს, აბსოლუტურად ყველაფერი ჩანს, აი კოლეგების კუდოსები. აი ძალიან კარგი ვებსაიტი აქვს ამ ტიპს რა. დიდი ალბათობით სამსახურის მოძებნა არასდროს არ გაუჭირდება, იმიტომ რომ რავი, გააგზავნის და ისე დალაგებული აქვს, რომ ყველაფერს გაიგებს რა. მერე არის ჯოში როგორც ხედავთ პროტოტიპებს აკეთებს ბევრს და ამაში თუ ხართ კარგი პროტოტაიპინგში ან გულისხმობ რაც ინტერაქშენებს აჩვენებთ, მაშინ აჩვენეთ ესე. აქაც კარგად ჩანს, მოკლედ craftsmanship-ი რამდენად კარგადაა გაკეთებული ამ დებს რა. შესაბამისად, არ ვიცი აქ თუ შეგწ, ოკეი, ანუ რაღაც ცალკე იმზე მიშვებს კონკრეტულ ლინკებზე, რაც მაგარია. ანუ უკვე გამზადებულ პროექტებს, writing-იც აქვს ამ ტიპის რაღაცებს წერს. Writing-ი და ეგეთი სკილები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხაზს უსვამს, რომ ადვოკატირება შეიძლება კარგად გაიაზრო რაღაცეები და ჩამოყალიბო აზრი. მოკლედ მაგასაც ვასაპორტებ, რომ writing სკილებიც გქონდეთ. ეს ტიპი ძალიან მევასება, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი. ეს პორტფოლიო არის Dive Club-ის პორტფოლიოს ტრიკების რაც ვიდეო არის და მაგასაც დაგლინკავთ რა. და აქ რო შედიხარ, ანუ ეს თაილები აქვს ამ ტიპს, რომ გაჩვენოს ყველაფერს, რომ აი პროტოტიპის აწყობა შეუძლიათ, ან ხმა აქვს ამას. მე რა გეუბნება რა გავკეთებია. ყველაფერი მოძრავია და აჩვენებს, რომ real არის რა, პროსტანაც მოკაფები არ არის. და ძალიან კარგად აქვს ამას ესე გაშლილი. About-იც ძალიან smooth არის. მაგრამ მეტად creative არის ვიდრე სხვები. და აქ აჩვენებს ზუსტად მაგ შეგრძნებას, რომ ბევრი პერსპექტივა ჩანს რა ამ ტიპის რა. ანუ რაღაც personality-ს ჩანს, სამსახურებრივი ნაწილიც რომ მაღალ დონეზე აქვს აწეული, ეგეც ჩანს და რო შეხედავ შეიძლება რომ თქვა რომ აი ეს ის არის რომ ნუ ამ ჩემ პროექტში რაღაც გამომადგება რა. ანუ დამატებით გამოკვლევა არ გჭირდება რა. თითქმის ყველაფერი ჩანს რასაც აკეთებს რა. რისი გამკეთებელიც არის პროსტო. ესენიც ძირითადად არის აი ამას ახლა რაღაც პაროლი უდევს თუ სადმე გაქვთ NDA შეგიძლიათ ესე გააკეთოთ. ანუ მაგის გამო არ უნდა გაჩერდეთ რომ იცი რა მე ვერ გავაზიარებ ჩემ პროექტს, იმიტომ რომ NDA მაქვს თუ რაღაც ეგეთი რა. ეს ტიპიც ნორმალურია საკმაოდ, რასაც წერს და თანაჩვენებს საკმაოდ მაგრამ მე ესეთ layout-ს ძალიან არ მიმოხრობოდი. წასაკითხად იქით-აქეთ დახტიხარ, ჯერ აქეთ კითხულობ, მე აქეთ კითხულობ და არ ვიცი რატო არის საჭირო რომ მაინც და მაინც ამას უყურებდე სულ რა. მარცხენა მხარეს გასაგებია ერთხელ და საკმარისი ახლა მოდი ამაზე კონცენტრირდეთ. ამიტომ ამის პორტფოლიო თლად სასწაული არ არის. ეს ტიპი არის ძალიან ამ ტიპს აქვს ძალიან მაგარი პორტფოლიო. ეს არის ერთ-ერთი პირველი დიზაინერი, მგონი Meta-ში, Apple-ში და აი
რამდენად creative შეიძლება იყოს პორტფოლიოში, ანუ ეს ხო გაწევ და ნახულობ რომელ წელს რა გაკეთდა და მაგალითად რო გაინტერესებს. ეხლა მე გვერდულად ვსკროლ და რო გაინტერესებს ეს კონკრეტული ეს შეხვალ შეგნით და ეს ანუ ძალიან smart არის რა. ანუ ესეთი მარტივი რაღაცებითაც შეგიძლიათ ძალიან დიდი ყურადღება მიიქციოთ. აი ამას თუ გააკეთებთ, უკვე ყურადღებას იქცევთ რა, ჩათვალე რა. ჯენი არის Figma-ს დიზაინ დირექტორი იყო თუ არ ვცდები. ჯენიც ყვება ის მოყოლის ტიპაჟის სხვადასხვა პორტფოლიოს რო ვაკეთებდი, მაშინ ფიქრობდი რომ მეთქი აი ერთი ჩასკროლა მოყოლა ამბის შეიძლება ესე წასულიყო და აი ესე მომეყოლა ყველაფერი რა. რაც საკმაოდ კარგი იდეა არის, ანუ timeline-ი ჩანს რაღაც რა გავაკეთე ნოემბერში და აჩვენებ რა გავაკეთე ივნისში და აჩვენებს რა გააკეთე და ანუ ესე უფრო მარტივი წასაკითხია, იმიტომ რომ ქრონოლოგიას ხედავ ჯერ ერთი და ხედავ შენი აი განვითარების ეტაპებს ასევე და ეხლა რადგან ეს ტიპი ძალიან მაღალ პოზიციაზე იყო, მეტი არც უნდა რომ და რამე დაამიგდეს. ეხლა Figma-ში აქვს ტიპს ნამუშევარისადაც და არ ჩაშლის case studies არ დაწერს ცალკე რა, შეხვალ Figma-ს change log-ში ან blog-ში და ნახავ ამის გაკეთებულ რაღაცებს რა, პირდაპირ. ნელსონი არის დიზაინ ინჟინერი და ნელსონი კიდე აი ხა დიზაინ ინჟინერიასაც რო შევეხოთ ჩემი თავი გადავიყვანე ცოტა დიზაინ ინჟინერიაზე რა ანუ უფრო დიდი ხანი ხა დიზაინ ინჟინერიას ვაკეთებ ვიდრე დიზაინს ვაკეთებ რა ყოველდღიურობაში და დიზაინ ინჟინერის არსით სულ უფრო და უფრო მაგარი გახდება ძალიან მალე და მაგას ცალკე ვიდეოს ჩავწერა და ხა გელვინი მუშაობს ლინიარში თუ არ ვცდები და იმდენ რაღაც საკეთებს ეს ტიპი რომ არ ვიცი აი ძალიან რთულია ხა ამასთან კონკურენციაში შეხვიდე არა ანუ როგორც აჩვენებს რადგან დიზაინ ინჟინერი და პროტოტიპები უნდა აჩვენოს საკმაოდ simple პორტფოლიო არის და გასაგები რა გელვინის გარდა არის რაუნო ძალიან სხვაგან არის ასევე რაუნოც არის interaction designer და design ინჟინერი და რაუნოს პროექტებიც და მოკლედ ეს craftsmanship-იც სხვა დონეზეა საერთოდ რა. ანუ ამას რო შეხედავი ხა შანსი არა რომ არ გეკიჩდეს შეგრძნება რომ თუ ვიღაცას ეძებ მსგავს ამას ეს აიყვანო და არა სხვა ამაზე სიგიჟეებით შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ძალიან მაგალი სკილები აქვს ხა ამ ტიპს რა. ანუ რამდენი აქვს ნამუშევარი წარმოიდგინეთ. ემილი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი დიზაინ ინჟინერია ასევე როგორც გელვინი და მუშაობს კონკრეტულად პროტოტაიპინგზე უფრო მეტად და ანუ აი ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სტატია developing a taste და habit-ებზე რო საუბრობ აი გემოვნება და habit-ი როგორ უნდა კონდეს ამ ნაწილს უსვამს ხას აი როგორ simple-აც არის და ამის გაგება თუ შეგიძლია და ამას ხვდები რა როგორც არის დაწერილი აი ამ დონეზე რო ხარ უკვე სხვანაირად უყურებ რაღაცებს რა ხო ამ habit-ების ჩამოყალიბებაზე მინდა რომ გემუშაოთ რა რაღაცნაირად მოვახერხო და არ ვიცი აი 20 დიზაინერი 30 დიზაინერი ყავდეს როგორც ემილი ანუ გულისხმობ ზუსტად ემილივით არა მაგრამ მაინდსეტურად ერთად ვიყოთ რა შორს არ ვიყოთ ომიც ძალიან კარგი არის აი რაღაც personality აქვს თავისი აჩვენებს social proofs და ასე შემდეგ ანუ ძალიან simple ძალიან გასაგები პორტფოლიო აქვს. ოღონდ ძირითადად ესენი არიან უკვე service based დიზაინერები, ანუ ესე full time არ მუშაობენ ხოლმე და თავაზობენ outsourcing-ზე ან freelance-ს საქმეებს და შესაბამისად ესეთი ტიპის პორტფოლიოები გასაგებია. ეს ბიჭი ადრე ვნახე და ძალიან კარგი ვებსაიტი ქონდა, ძალიან გასაგები. აი როგორც ხსნის და როგორც აჩვენებს იდეაში, აი ძალიან მარტივი გასაგებია ესეც რა. ძალიან simple craftsman-ობას აჩვენებს და how ეგარი რა არაფერი არ ჭირდება ამის გარდა ნუ ჩემს შესახებ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ესეც გონი freelance-ზე მუშაობს to be honest აღარ მახსოვს აი ეხლა აი ეს interaction-ი რო ანუ ხო შეიძლება რომ ეს ტიპი საერთოდ არაფერს არ აკეთებდეს არ ვიცი ნუ რა გავუკეთებია და არც მაინტერესებდეს მაგრამ ამაზე რომ ვნახულობ უკვე ხვდები რომ ხელა სკილი აქვს ტიპს რა ამას რო ვაკეთებ რა გემოვნება აქვს უკვე ვიცი რა და საერთოდ არ მჭირდება რავი ამის აქ შესვლა და ამ დეტალებში გაგება. პირველ ეფექტს მოკლედ ძალიან მაგრად ახდენს ხო? ანუ ეს უნდა მეთქვა რომ პირველადი ეფექტი ეგრევე უნდა მოახდინოს რა. ეგრევე უნდა გაგიჟდეს ტიპი რომ ნახავს შენ პორტფოლიოს.
ეს არის სააგენტო, ახლა სააგენტოში არიან მაგარი დიზაინერები, მაგალითად ახლა ეს მატეო ვიცი ვინც არის და ანუ ახლა ვოლდზე აქტივს ნამუშევარი, რაღაცა ასეთ პროექტები, აი ერთ-ერთი გავხსნათ, პირობითად აი ეს გავხსნათ. ეს არ ვიგე დეტალურად რო აჩვენებს სკრინშოტებს და რაღაცებს და ახლა ამდენი რაღაცა რო აქტივს გაკეთებული თან ისეთი კაი კრაფტმენშიპი აქვს და კაი გემოვნება აქვს. აქაც საკმაოდ მაღალი ალბათობა რომ ამ ტიპთან ითანამშრომლო რა. ამასაც აქვს მოკლედ ისეთი ეფექტი რომ აი ვის გავუკეთე და რა გავუკეთე რა. ესეც agency არის და ამ agency-ში რაც მოწოს არის simple-ობა, ეს scroll-ავ და ერთ სასკროლში აქვს ჩათვალე ყველაფერი. ნუ ეს რადგან დიდი agency არის, უბრალოდ აქ ახლა არაფერს შეყოს არ მოგცემთ გარდა იმისა, რომ მე როცა ვაკვირდებოდი ამას მომწონდა ის რომ ძალიან simple იყო და ზედ მეტი რაღაცები არ ეწერა. აი ახლა ამასაც რო შეხედავთ იმ ტიპს რო ქონდა interaction, აი ამას რო ქონდა გავსადა აქ ამასაც და ესეც მაგით გამოირჩევა რომ აი ესეთ რაღაცები იცის, აი ძალიან cool არის ხა. ამის გაკეთება თუ შეგიძლია, ძალიან მაგარია რა. ანუ მარტივი არ არის, მაგრამ აი ამასაც რო ანუ გრაფიკული დიზაინერია და ამდენი რაღაცა იცის რა. ანუ ეს ხომ ძალიან მაგარი ტიპია რა. შეხარავს product designer და ამასაც ვერ აკეთებ. ჩათვალე. ეგ არის კიდე მან პოინტი, რომ იმაზე მეცინდავს, ვიდრე მის არეალში ის არის რა მოსული პონტია. ესეც ფრილანსერია, ამასაც თავის ქარაქტერი აქვს, ანუ ყველა ერთხანს რო არ გავდეს, მაგით გაჩვენებთ ახლა ამას, რომ აი ამას შოურილი აქვს გაკეთებული, იმათ არ ქონდათ პირობითად და რაღაცა შენი ადგილი უნდა გქონდეს რა ამ პორტფოლიოებში. მაგზამით არა დააკოპირო ერთ-ერთი სხვა, ანუ ცოტა მეტი ფანტაზია უნდა გქონდეს. და ესეც მსგავსად, ეს უფრო ცოტა art direction ტიპი არის ნაკლებად და ის უფრო product designer-ი რაც არის რა. აი მოკლედ პატარა შეჯამო რომ გავაკეთოთ ახლა habit-ების და ზოგადად როგორ შეიძლება რომ ეგენი ნელ-ნელა ვისწავლოთ, ალბათ list-ს გავაკეთებ ამ habit-ების, as ყოველდღიურ დავალებებს ან რაღაცა მსგავს, კიდევ ერთხელ რომ კომიტეტ არ ვარ, მაგრამ ვეცდები, არის ის რომ ყოველდღე როცა საქმეს აკეთებ, ანუ იმას უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე გუშინ იყავი რა. და აზრიანად უნდა შეგეძლოს მაგის ახსნა რა, რატომ გააკეთე ეგ. ანუ მაგას როგორც კი ხედავ და ეგ შეგრძნება გამოგიმუშავდება, მე მარტივდება ალბათ ყველაფერი, იმიტომ რომ პრეზენტაციის უნარი გექნება და შეგიძლია რომ ეს დააპრეზენტირო. თუ არ იცი რატომ აკეთებ რაღაცას, ჯერჯერობით რომ ისწავლო. ან დააკვირდე, იკითხო და ასე შემდეგ რა. ესენი არის ძირითადი habit-ები, რომ ეს curiosity და მართლა საქმის მიმართ სწორი დამოკიდებულება და არა მექანიკურად კეთება გაძლევს საშუალებას აი იმათ გაუთანაბრდე მინიმუმ, ვინც მაგას აზრიანად აკეთებს რა. მე საკითხი არის უკვე creativity და ეს inspirational ნაწილები რა მარტო სამსახური არ არის მაგის გარდა სამსახურში თუ რაღაც დავკოლება გავს და ვერ აკეთებ, ნუ მაშინ კაი დაუთმე სამსახურს და იმ სამსახურს შეცვალე რაღაცა, მაგრამ თუ ეგ აღარ გაინტერესებს, მაშინ კლას გარეშედაც გააკეთე რაღაცა, მოკრაფტე, აჩვენე რომ იმაზე მეტს ფიქრობ და იმაზე მეტი გინდა ვიდრე ხარ. და ასეთი დამოკიდებულებით იმათნაირი გახდები, ვინც უკვე ბაზარზე ასე აკეთებს რაღაცას, მაგრამ კიდე დამატებით არის საჭირო რაღაცეები რა. უნდა შეგეძლოს აი ეს think big გარემოება, რომ მე ვიტყოდი რომ აი კონსერვატიული დამოკიდებულება არ უნდა გქონდეს ამ მიმართულების მიმართ ყველაზე პროგრესული მიმართულება და ყველაზე სწრაფად განვითარებადი მიმართულება და კონსერვატიულად თუ შეხედავ ამას ძალიან ჩამორჩები, ანუ დღეს თუ რაღაც გააკეთებ, ხვალ უკვე ჩამორჩები რა. ხო და ეგ დამოკიდებულებაც ზღუდავს ალბათ დანარჩენ ჩვევებზე, რაც ეხა ვახსენე რა. არ ვიცი, აი ეხლა ფიქრობ, რომ ალბათ ჯობდა რომ ჩავამეწერა ეს ყველაფერი და ჩამოვწერ ამ ვიდეოს ბოლოს, გავაკეთებ ერთ კაი papers, სადაც ინგლისურად იქნება დაწერილი, რა habit-ები ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია იყოს და თუ დააჩეკმარკებ ამას, რაღაცა scores დააგენერებ, რომ შენ ნამდვილად stand-out დიზაინერი ხარ და ასე ფიქრობ და ნუ მაშინ შენ თუ ეგრე ხარ, მაშინ ამას უნდა მიყვე რა. Ani რაღაც დოზით ამ თემაზე ეს ვიდეო მინიმუმ განსხვავებულად დაგანახებთ, როგორ ფიქრობ მე რაღაცაზე რა პირობითად.
შეიძლება სწორი არ ვარ და უკეთესად ფიქრობ ვიღაცები, მაგრამ ვინც არა, იმათთვის ალბათ საკმარისი არის, ან საკმარისი მეტიც არის. დღეს დაგემშვიდობით, მეტ ვიდეოს აღარ ჩავწერ. ეგ არის მეგობრებო, სულ და რავი, წარმატებას გისურვებთ. იმედია მეტი გამახმაურება გვექნება ამ ვიდეოზე და შესაბამისად ვეცდები, რომ სხვა რაღაც committed based რაღაცებიც გავაკეთო. ნახვამდის.